მოგესალმებით. აი დღეს პარასკევია 4 საათი და რა თქმა უნდა ეთერშია ჩემი გადაცემა სილამაზის ალგორითმი. მე ნათია ვარშელეგია. დღეს რა ვიცი, აღარ ვიცი უკვე რა ვთქვა, იმიტომ რომ ზაფხული მოვიდა, წესით რუჯის სეზონიც უნდა დამდგარიყო, მაგრამ ცოტა ვერ გავიგეთ როგორი ამინდებია, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოთ, რადგან უნდა მოვიყვანოთ რუჯის სეზონი სასწრაფოდ, არაჩვეულებრივ ბერძნულ ბრენდ კაროტენზე. და ამიტომ დღეს ჩემთან სტუმრად არის ბრენდ კაროტენის წარმომადგენელი, ჩემი უმშვენიერესი ნათია ნადირაშვილი. გამარჯობა ნათია. გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ დამითმე შენი არაჩვეულებრივი ეთერი. პირიქით მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩვენთან. და ნუ რა ვქნათ ახლა ხვდებით რომ ამინდები არ გვიწყობს ხელს, მაგრამ უნდა ვისაუბროთ რუჯზე და რუჯის მოახლოებულ სეზონზე. მე მგონი მაინც გარდაუვალი არის, ანუ ერთ დღეში იქნება თუ 5 დღეში გარდაუვალია რომ ზაფხული მოვა და აუცილებლად დაგვჭირდება რუჯის მოვლის საშუალებებიც და გასარუჯის საშუალებებიც და კი ბატონო ვისაუბროთ. და მოდი ჯერ ცოტა რამ მითხარი ამ ბრენდის შესახებ. ამ ბრენდს უკვე თქვენი მსმენელი და მაყურებელიც ძალიან კარგად იცნობს. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული და ცნობილი ბრენდია ზაფხულის და კანის მოვლის პროდუქტებში. ბერძნული არის, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანი არჩევანით არის ბაზარზე წარმოდგენილი. ანუ თითქმის სრული სპექტრი აქვს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დამცავები, რომელიც აუცილებელია როგორც სახის კანისთვის, ასევე სხეულისთვის, ბავშვისთვის და მთლიანად ოჯახისთვის. შემდგომი უკვე არის გასარუჯის საშუალებები, რომელიც არის მაგალითად ზეთები, სხვადასხვა პროცენტული SPF-ებით, სხეულის კარაქები და ნამზეურის შემდგომი მოვლაც, იმისთვის რომ უკვე ეს სწორად მიღებული რუჯი მე უკვე დიდხანს შევინარჩუნოთ. თვითონ ბრენდი ძალიან მიყვარს იმის გამო, რომ ძალიან ეკომეგობრული პროდუქტი არის. შეფუთვები არის ბიოდეგრადირებადი, არ იტესტება ცხოველებს და იმდენად ბევრი სიკეთე მოყვება იმ მთლიანობაში, რომ მხოლოდ ის არ არის, რომ პროდუქცია არის ხარისხიანი, ზოგადად ბრენდი არის ძალიან კეთილშობილი. ანუ ამით გამოირჩევა სხვა ბრენდებისგან. კი, თავისი ეკომეგობრულობითაც ძალიან გამოირჩევა. რაც შეეხება თვითონ პროდუქციას, ანუ აქვს ძალიან პოპულარული პროდუქტები. სპექტრში მე აღარ დავიწყე რეკლამა არ გამომივიდეს, თქო მე თვითონ მომხმარებელი ვარ კაროტენის და მართლა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით გასარუჯი ზეთი. მას ვხმარობ და ავთარსანი, ანუ ნამზეურის შესანარჩუნებელი, ესე ვთქვათ, რძე თუ კრემი, არ ვიცი როგორ ვთქვა. კი, ლოსიონი, რომელიც ლოსიონი, ბუნებრივი ექსტრაქტის იმიტომ რომ ეს საოცრად მართლა აჯენს ამ ნამზეურს, ოდნავი სიწითლე თუ გაქვს ისიც მეურვებისთვის უფერულდება და არის ძალიან კარგი. ესე იგი, ეს ალოეს ბუნებრივი ექსტრაქტი ხელს უწყობს ძალიან კანის დამშვიდებას. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ლოსიონი ისე არის დამზადებული, რომ ძალიან დიდხანს ინარჩუნდება რუჯი და კანი ხდება უფრო გლუვი, უფრო პრიალა მზის დროს და ნამზეურის დროს მაინც ცოტა გამოშრობა ახასიათებს კანს და ძალიან ღრმა დატენიანებას უწყობს ხელს, ანუ უჯრედულ დონეზე აი აღადგენს კანს და ძალიან ღრმა დატენიანებს. ნათი, მოდი ახლა ცალ-ცალკე ვთქვათ, ჯერ ერთი ავუხსნათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს თუ აი რა სხვაობაა, იმიტომ რომ გასარუჯის საშუალებები და დამცავის საშუალებები არის რამდენაირი, ხო? არის კრემოვანი ტექსტურა, არის ზეთოვანი, არის სპრეი და აი აქ წარმოდგენილი გვაქვს ეს გასარუჯი კარაქიც. აი რა სხვაობაა მათ შორის? ესე იგი, რაც შეეხება ზეთს, ზეთი არის უშუალოდ რუჯის მისაღების საშუალება. თავისთავად ამ ზეთებშიც არის პროცენტული განსხვავება. თუ მე მაინც მჭირდება ცოტა მეტი SPF, იმიტომ რომ მაგალითად პირველად ვწვევი ხო მზეზე. პირველი დაწოლის დროს ზოგადად ზეთი არ არის რეკომენდებული. ჯობია რომ გარუჯვა დავიწყოთ დამცავის საშუალებით. უკვე ოდნავ შეფერილ კანზე შეგვიძლია გასარუჯი ზეთები გამოვიყენოთ, მაგალითად მაღალი პროცენტული SPF-ით, 30-20 SPF-ით. შემდეგ 6 SPF-ით. თავიდან SPF-იანი ზეთიც მოვერიდოთ. იცით როგორ არის, ანუ გააჩნია კანის ტიპსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხა არის ძალიან ფითქინა კანის ადამიანები, რომლებსაც გაცილებით დიდი დრო ჭირდებათ და მარტივად იწვევიან. ჩემი შვილი მაგალითად, რომელიც პატარაა, საერთოდ დამცავს არ ხმარობს, პირდაპირ გარბის და შემორბის შავი და მე კი აუცილებლად ვთხოვ და ვუხსნი რომ ხო დამცავი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა ტიპის კანის ადამიანები არიან და სწორედ ამიტომ არის კაროტენი ძალიან კარგი, რომ დიდი სპექტრი აქვს წარმოდგენილი და ნებისმიერი კანის ტიპის ადამიანი შეძლებს რომ მისი კანის შესაბამისი პროდუქტი, ასე ვთქვათ, იპოვოს. თუ ზეთზე მიდგება საქმე, მე ვანიჭებ მაგალითად, როცა რუჯს ვიღებ, სხეულისთვის ზეთს.
უპირატესობა ძალიან მიყვარს, იმიტომ რაღაცა მგონია რომ არ მიშრება კანი და რაღაცა უფრო კარგად. ესე იგი ამ ზეთის არჩევასაც აქვს თავისი წესი, ხო? უმჯობესია რომ ხშირად გვინახავს ხოლმე აუზებზე განსაკუთრებით რომ აი ზეთის საცხებით არ ჩახვიდეთ. ამ ზეთსაც თავისი მოხმარების წესები აქვს, სწრაფად უნდა იწოვებოდეს, რომ წავისვან მთელი დღე არ უნდა ვლაპლაპებდეთ, ხო? წავისვით კანი დატენიან და შეიწოვა, მაგალითად საცურაო კოსტიუმი არ უნდა დაგვისვაროს, ხო? არ უნდა დაგვილაქაოს. ამიტომ ამ არჩევის დროსაც მეტნაკლებად უნდა შეარჩიოთ არჩევანი ისეთ პროდუქტებზე, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეს არ დავაბინძურებთ, ჩვენ საცურაო კოსტიუმს არ დავაბინძურებთ, ტანსაცმელს, პირსახოთს და ასე შემდეგ. ამიტომ აი სწრაფად შეწოვის ტექნიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ანუ კაროტენი მართლაც საოცრად სწრაფად იწოვება. ამ ყველაფერს ნამდვილად აკმაყოფილებს, რაც ჩამოთვალეს და ამითიც ძალიან მოქნილი და მოსახერხებელი პროდუქტია. თითქოს მოდი ცოტა ეხა ვთქვათ აი ამ მისაღებო. ეს არის ჩემი საყვარელი. ვიყოთ, მოდი მე ვიქნები ძალიან სუბიექტური და ეს არის ჩემი ერთ-ერთი მართლა საოცარი პროდუქტია, თავის ისიც აქვს სიბზინვარე, შიმერივით კი. ეს არის სხეულის კარაქი, რომელსაც აქვს ილუმინაციის ეფექტი, კარგად ბრჭყვინავს. თავად არის USPF-ია, დაცვა არ აქვს. დაცვა არ აქვს და არის ინტენსიური რუჯის მისაღებად განკუთვნილი მართლა საოცარი ფერის ნამზეული გამოდის, აი ამ კარაქის ქვეშ თუ მზეზე დაწვევით, საოცარი ნამზეული გამოდის და ძალიან დიდხანს ნარჩუნდება, იმიტომ რომ თვითონ კარაქი იმდენად ატენიანებს კანს, რომ აი არ შრება. ეს დატენიანებული კანი მე ლამაზ ფერზე ირუჯება. ეს სიბჭყვიალე კიდევ დამატებითი ეფექტისთვის არის საოცრად ლამაზი. თუმცა მე ამ კარაქს ვიყენებ, როგორც აი ნამზეურის შემდგომ ლოსიონის, თუ მინდა რომ საღამოს კანი უფრო ბზინავდეს და აბჭყველებული წავიდე, როგორც დამატენიანებენ საშუალებას, ისეც ვიყენებ და ზამთარშიც ვიყენებ. წვეულებებზე, როდესაც ეს სხეულის დიდი ნაწილი ჩანს, არაფერზე არ გადადის და არ ფსუს. ესეც წასმის შემდეგ კი აუცილებლად უნდა ვაცადოთ, რომ წავისვათ, შეიწოვოს სხეულმა და მე უკვე შეგიძლიათ თავისუფლად ღია ფერის სამოსცეც გამოვიყენოთ. მოდი ახლა ერთი შეკითხვა მინდა ნათი დაგისვა, იცი რა, ძალიან ბევრი მითები არსებობს ამის შესახებ, აი SPF დამცავი ფაქტორის შესახებ. ეხლა როგორც ვთქვით, SPF-ი არის, რომელიც ბლოკავს ამ ულტრაისფერ სხივებს, ხო, UVB რასაც ქვია. UVA-საც და UVB-საც. ხო, ორმაგი დაცვა. აი, ამბობენ ხოლმე, მაგალითად, აქვს 30 დამცავი SPF-ი, 50 დამცავი SPF-ი და რატომღაც ხშირად მომისმენია, რომ 50 თუ აქვს, ეს 50 უნდა 10-ზე გადავამრავლოთ და ასე შეგვიძლია 500 წუთი ვიჯდეთ მზეზე და მოდი ეს ავხსნათ, ეს მითია თუ რეალობა. იცით რა შესაქმე არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ეს მათე არითმეტიკა საჭირო არის ამის გამოსათვლელად, რადგან ბევრისგან გამიგია კი, გამიგია, მეც რა თქმა უნდა მითები ძალიან სწრაფად ვრცელდება. პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი კანის ტიპი. ამის შემდეგ მოვძებნოთ ჩვენი დაცვის საშუალება. შეიძლება უბრალოდ არ მჭირდება 50 SPF-ი, შეიძლება 30-იც ბევრი არის ჩემი კანისთვის. დასაწყისი ეტაპისთვის თუ 50 SPF-ს ვირჩევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვირუჯებით. აუცილებლად 50-ის პირობებში ვირუჯებით, უბრალოდ ჩვენ ვირიდებთ ჩვენი სხეულისგან ყველაფერს საჭიროს და ზედმეტს. მაგალითად, ვანახევრებთ პირდაპირ ვთქვათ მზის ზემოქმედებას. 50%-ით პირდაპირ ვანახევრებთ. რაც შეეხება სახის დამცავებს, ეხლა ძალიან მოდური გახდა სახის მოვლის საშუალებებში არის ხშირად, თუმცა თუ ჩვენ ღია მზის გულზე გავდივართ, მაგალითად ქუჩაში სასეირნოდ, უნდა დავწვეთ ნამზეურის მისაღებად აუზზე, მივიდეთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია დამატებით სახის კანის დაცვა, ანუ მხოლოდ დამატენიანებელი დამცავი არ გვეყოფა. 30 არის ძალიან კარგი, თუ ჩვენი სახის SPF-ი არის 30, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგია და ჩვენი კანი მეტნაკლებად დაცული არის გამოშრობისგან, სიბერისკენ, ნაადრევი სიბერისკენ, მიდრეკილობისგან და ასე შემდეგ. თუმცა ის რომ აი ამ პროცენტულობით ამდენი წუთი არის მისაღები, ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა მითია. ანუ კაროტენს როგორც SPF-ი აქვს, კიდე აი მეორენაირი დამცავი ფაქტორიც აქვს, ხო, რომელიც პიგმენტური ლაქებისგან და დაბელებისგან ეს არის UVA და UVB სხივები. ესე იგი ერთია რომ ღია მზის გულზე გვეკიდება ჩვენ ეს მზე, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ჩვენ მზეზე არ გავდიოდით და მუშაობთ, მაგალითად ნათელ სივრცეში, სადაც ოთახში უხვად აღწევს სხივები, იქაც არის შესაძლებლობა რომ ჩვენ დავიზიანოთ სახის კანის ზედმეტი მზის სხივებისგან და აი ამიტომ ორმაგი დაცვა, რომელიც ღრუბლიან ამინჩიც, ღია მზის გულზეც, შენობაშიც, უბრალოდ ფეხით სეირნობის დროსაც სრულყოფილი დაცვისთვის არის ძალიან კარგი.
ძალიან კარგი. ანუ ესე იგი, ესეც ახსენით, რომ არის აბსოლუტური მითი, რომ 10 ჯერ უნდა გადავამრავლოთ და არ გვინდა დამატებითი ბუღალტერია. მე მაგალითად, ჩემთვის ოქროს წესია და მე ესე ვიცი, რომ ყოველ 2 საათში უნდა განვაახლო დამცავი. ნათია, ისეთი კანი გაქვს და ის იმდენად მოვლილად და წკრიალად გამოიყურება, რომ მე მგონი პირიქით ჯობია მე მოვისმინო წესები, როგორ წესებს მიმართავ, ხო, ასეთი უნაკლო კანისთვის. მე მაგალითად აი ესე ვხმარობ 2 საათში ხა როდესაც აუზზე ხარ ან ზღვაზე ხარ 2 საათში ერთხელ რო განაახლო მთლიანად სახეც და ტანიც დამცავი აბსოლუტურად საქმე. ნამდვილად სახე მით უმეტეს ძალიან კარგია თუ 2 საათში ერთხელ, იმიტომ რომ წყალთან კონტაქტის დროს მიუხედავად იმისა რომ კაროტენის დამცავები მეტად მდგრადია, სასურველია რომ განვაახლოთ, ანუ დილას თუ წავისვით, მერე წავედით, შხაპი მივიღეთ და საღამოს დავბრუნდით, ეს არ ნიშნავს რომ ის დამცავი მთელი დღე მომყვება. ბავშვების შემთხვევაში მით უმეტეს სასურველია რომ 2 საათში ერთხელ განვაახლოთ დამცავი. განვაახლოთ და სასურველია. მით უმეტეს ძალიან რბილი ტექსტურა აქვს. ვიხმაროთ ბავშვებზე კი. რა თქმა უნდა, ასევე ერთი ძალიან კარგი ამბავი არის ის რომ კაროტენს აქვს უნივერსალური დამცავი. იმისთვის რომ მე ჩემთვის ცალკე, ბავშვებისთვის ცალკე. არის ძალიან მოქნილი, საოჯახო სპრეი, რომელიც ძალიან მოქნილი არის მოსახერხებლად. არეზარებად ბავშვებს აი ამ თავისი ასე ვთქვათ ამ შხაპუნა თავის გამო. ანუ ყველამ წავიშვათ, ცოლი ბავშვი. ზრდასრულმა ხანდაზმულმა ბავშვმა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ერთი შეიძინოთ და მთელმა ოჯახმა გამოიყენოთ მთელი სეზონის მანძილზე. ნათი, ეხლა ესეც უნდა მითხრა, აი როგორ ვარჩევთ გასარუჩ საშუალებებსაც და დამცავებსაც ჩვენი კანის ტიპის მიხედვით, იმიტომ რომ მე მაგალითად მშრალი კანი მაქვს, ვიღაცას ატოპიური კანი აქვს, ვიღაცას აკნესადმი მიდრეკილი. აი როგორ უნდა ავარჩიოთ? თუ მაგალითად განსაკუთრებით გზნობიარე კანზეა საუბარი, რომელიც დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება, იქ აუცილებელია ექიმის ჩართულობა და აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს აი ესეთი კონკრეტული მიმართულების მკურნალობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, როგორი მშრალი ტიპის კანიც არ უნდა კონდეს ადამიანს, რომელიც თუ არ მკურნალობს ამ სიმშრალის გამო, კაროტენი ნებისმიერი კანის ტიპისთვის არის მისაღები, რადგან როგორც აღნიშნეთ დასაწყისში, იმდენად ღრმა დატენიანება აქვს და იმდენად არაალერგიული პროდუქტია, ასე ვთქვათ, რომ ნებისმიერი კანის ტიპის ადამიანს თუ არ არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეუძლია რომ თავისუფლად გამოიყენოს. მე ვიცი რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაც თავისუფლად იყენებენ განსაკუთრებით სახის დამცავებს, რადგან მართლა ძალიან ხარისხიანია, ძალიან ანუ აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება, ანუ იმდენად კარგად ატენიანებს, რომ აღარ არის დამატებითი მოვლის საშუალებები ამ დროს გამოყენება ამ დროს საჭირო. ეხლა გადავიდეთ როგორ უნდა შევინარჩუნოთ კარგად ეს ჩვენი ნამზეული. ესე იგი, გავირუჯეთ კარგად ნიშნავს ხო, ძალიან სწორად და კარგად აღნიშნე და მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ეხლა მოდის უკვე რუჯის სეზონი და არ დავიწვათ. უმნიშვნელოვანესია რომ კანი არის და რუჯი არ იყოს ტრავმული ჩვენი კანისთვის, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ლოკალური დამწვრობა არ არის, მთელი წლის მანძილზე შეიძლება ამან ძალიან ცუდი შედეგი. ესეც დავამატოთ. აი ეს საოცარი, ეს არის USPF-ო გასარუჯი ზეთი. აი ეს როდის უნდა მოვიხმაროთ? უკვე აი კარგი ფერი რო ვართ თუ შეიძლება უკვე 2-3 დღეში? კი, შეგვიძლია დასაწყისიდანვე, ესე იგი როგორც აღნიშნე, თუ ჩემი კანის ტიპი არ არის დამწვრობისკენ მიდრეკილი, ძალიან ქათქათა თეთრი არ ვარ და მარტივად არ უწევი, შეგვიძლია დასაწყისიდანვე მოვიხმაროთ. თუმცა ყოველთვის უმჯობესია რომ კანი შევამზადოთ, უკვე დავატენიანოთ, ოდნავ ნამზეური მივიღოთ და გადავიდეთ ზეთებზე, რომელიც უკვე ინტენსიურ გარუჯვას უწყობს ხელს და ძალიან ლამაზ ფერზე თვითონ ზეთიც ოდნავ შეფერილია და ნამზეურს კიდევ უფრო ინტენსიურს ხსნის და არ უნდა ყველანაირად დავიდოთ თავიდან რომ ნამზეული იყოს ტრავმული, არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ იმისი უფლება ჩვენ თავს რომ მზეზე ისე გადავაჭარბოთ რომ დავიწვათ. ღია მზის გულზე გაცილებით მაღალი არის მზის სხივების ზემოქმედება. ამიტომ დავიცვათ წესები დროის. რა დროს ვირუჯებით, რამდენ ხანს ვატარებთ მზეზე და შემდგომ უკვე ძალიან მთავარი რომ გავირუჯეთ, ამ ნამზეურს ჭირდება მოვლა. თუ ჩვენ კანი არ დავატენიანეთ, ციცითლი არ ჩავაქრეთ, ეს სიმხურვალი არ დავაცხრეთ, გარდა იმისა რომ ტრავმულია, ჯერ სწრაფად გადავა ეს რუჯი. აუცილებლად ძალიან მალე გაქრება და წავა. ამიტომ, როდესაც ჩვენ უკვე თავს მოვიწესრიგებთ და სხეულს გავისუფთავებთ, უკვე სუფთა სხეულზე უნდა დავიტანოთ აი ეს ნამზეურის შემდგომი ლოსიონი, რომელიც არის ალოეს ბუნებრივი ექსტრაქტზე დამზადებული და ძალიან კარგად ამშვიდებს, არბილებს, ღრმად ატენიანებს და აი სიცითლე და სიმხურვალი, რომელიც აუცილებლად დისკომფორტია ხოლმე ნამზეურთან ერთად, ყველაფერს ერთად ნამდვილად გამოაქვს, მე თავზეც გამომიცდია და ალბათ შეგვიძლია რომ ეს დავიტანოთ ეს საოცარი კარაქი. ისე ძალიან მიყვარს რომ ზოგჯერ მეუბნება რომ ოღონდ პურზე არ წაისო და არ ჭამო. ჩემი საყვარელი პროდუქტია. აქვს და საოცარი სურნელი, აი ეს ბზინვარება და ტექსტურა, რომელიც აი კანთან იმდენად აი ახლოს არის ჩემი კანის ტექსტურასთან, რომ აი ძალიან სწრაფად შეიწოვება და ისე აპრიალებს, არბილებს და ეს შიმერი კიდე გადაზაფხულს ეს სიბჭყვე
მალე ძალიან მართლა ძალიან უხდება. და ეხლა ესეც ვთქვათ, რომ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს და მოინდომოს, სად უნდა შევიძინოთ ეს საოცარი ბრენდი კაროტენის ეს დამცავი და გასარუჯი საშუალებები. საფთიაქო ქსელებში არის ხელმისაწვდომი, ზღვისპირა ქვეყნებში თითქმის ყველგან ხელმისაწვდომია ძალიან მარტივად. თითქმის ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, არ არის განსაკუთრებით ადგილები, სადაც ყველა ვერ მოხვდება. ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი, რადგან ძალიან უყვარს ჩვენ უკვე ბევრი წელია კაროტენი, რაც ბაზარზეა და მომხმარებლის ერთ-ერთ საყვარელ ტოპ პროდუქტებში გადის, ანუ ყოველ სეზონზე ძალიან პოპულარული არის კაროტენის პროდუქტები და შესაბამისადაც გავხადეთ მარტივად ხელმისაწვდომი. საფთიაქო ქსელებში ზღვისპირას ძალიან ბევრ ადგილას შეგხვდებათ და წელს უკვე იქნება სიახლე, რომ ძალიან ბევრ სასტუმროებში და ძალიან ბევრ აუზზე გადააწყდებით კაროტენის გასაროს საშუალებას. რა კარგია, ძალიან კარგი ნათი და ნუ რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდე და რა ვიცი, თუ დაგვიდგა ამინდები, გავირუჯოთ კაროტენთან ერთად, უსაფრთხოდ, კარგად და ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, გავირუჯოთ კაროტენთან ერთად, უსაფრთხოდ და ძალიან ლამაზად და მე დიდხანს მთელი წლის მანძილზე შევინარჩუნოთ ზაფხული. ეს რუჯი. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა, რომ მოგვიწევთ. რომ მოხვედი და იყავით დღეს ჩემი სტუმარი. დღეისათვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.